ეხლა მინდა ვისაუბრო სცენარეებისათვის ჩითილობის სტადიაზე ფესვების უკეთ განვითარების ორ მეთოდზე. ერთი უფასოა და მეორე ფასიანი. დავიწყოთ უფასოთი. ეს არის დააკვირდით ასეთი საჩითილე ჭიქის დამზადება, რომელიც არის დახვრეტილი, რომ ფესვებამდე მივიდეს ჰაერი, ფესვებს ჟანგბადი ძალიან სჭირდებათ. ეხლა მზეს ფესვი გაურბის, არავითარ შემთხვევაში აქედან ფესვები არ გადმოვა, ეს გამორიცხულია, თუ რაღაც ძალიან დიდი ზრდა არ მოხდა. ამიტომ ასეთ ჭიქაში ბევრად უკეთესად ვითარდება ფესვები, ვიდრე ისეთში, რომელიც ერთიანია და მთელია. ეხლა მე იმის გამო, რომ ორმაგ ჭიქებს ხმარობ, უყურეთ, შიდა და გარე ჭიქები ერთმანეთშია ჩასმული. ეხლა ეს ერთმანეთს ჩაება და შევხედეთ, შიდას დახვრეტილი გახლავთ. ეს ამბავი საკმაოდ შრომატევადია, მერე თან დირკები ერთმანეთს უნდა, ასე ვთქვათ, დაუმიზნოთ, ეს ნახვრეტები. აბატონო, ეს სრულიად შესაძლებელია. აგერ ხედავთ ხომ? გადის შუქიში. და მერე ასეთში უნდა ჩაყაროთ გრუნტი. ასეთ ჭიქაში ჩითილი განვითარებისას უფრო ინტენსიურ ფესვთა სისტემას, ასე ვთქვათ, ფესვთა სისტემას უკეთესად ივითარებს. თუმცა ჯერ ერთი რო შრომატევადია, მეორეც ახლა ასე ზუსტად ერთნაირებსად გააკეთებთ, ამიტომ ეს წყვილი თუ ორმაგს გამოიყენებთ ჩემსავით. თუ ერთმაგს გამოიყენებთ, პრობლემა არ არის და ჩემ შემთხვევაში ის პრობლემაა, რომ ეს წყვილები უნდა ერთად შეინახოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს, თორემ მერე პრობლემური ხდება. ამათი მოძებნა და ჰაერი კი აუცილებლად ორივემდე უნდა მიდიოდეს. ორივეში უნდა გადიოდეს უფრო სწორად ორივე ჭიქაში. ფესვი ვიმეორებ, მოიხმარს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირო ჟანგს. ამიტომ ასეთი ჭიქა ფესვებს უკეთესად ავითარებს. შეუდარებლად უკეთესად. თუ გნებავთ სცადეთ. მე სიმართლე გითხრა, ერთი 10 წელი ესეთი რომ გავაკეთე, მერე შევწყვიტე, იმიტომ რომ ჯერ ერთი წყვილების შენახვა ცოტა არ იყოს მოუხერხებელია, მეორეც ის რომ ვამჯობინებ მეორე, ასე ვთქვათ, ფასიან მეთოდს. ეხლა ფასიანი რაში მდგომარეობს? ესეთი ჭიქა შეგიძლიათ არ დახვრიტოთ. ეხლა ის რომ ორმაგი ჭიქაა და მეორე შუაზეა გადახსნილი, ამაზე ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, აქედან ამოღება უფრო ადვილია ფესვებით. ეხლა რას ვაკეთებ ამის მაგივრად? ნიადაგს ვასახლებ წყალმცენარეებით, რომლებიც გამოყოფენ ჟანგბადს, ეს არის ქლორელა. ქლორელას კულტურა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, eBay-ზე იყიდება $21 მერე შეგიძლიათ გაამრავლოთ მთელი სეზონის განმავლობაში ქლორელა გქონდეთ. ეხლაც გამოწერილი მაქვს და გზაშია, უბრალოდ ერთი ყიდვა მომიწევს. 2 წელიწადია ისე გაამართლა, რომ ამების კეთებას ვამჯობინე, გადახდა პატარა თანხის და ქლორელა მექნება და მერე გავამრავლებ. ეხლა გარდა იმისა, რომ ჩითილების ფესვების აერაციას აუმჯობესებს,
ქლორელა მოქმედებს უკვე გრუნტშიდაც. ეხლა აი ასეთ ჭიქაში გაზრდილ ჩითილს კი კარგი ფესვები ექნება, მაგრამ მერე გრუნტში ხომ ეს ფაქტორი აღარ იმოქმედებს, არა? და ნიადაგის გაფხვიერებას, ახლა ფესვები რო არ დააზიანო, როგორ მოახერხებთ? ვერ მოახერხებთ პრაქტიკულად. ამიტომ სეზონზე ორჯერ რომ მორწყათ ქლორელიანი წყლით, წყალი რომელიც აი ამ წყალმცენარეს შეიცავს. ეს სრულიად საკმარისია, ჯერ უნდა სველი იყოს დასველებული ნიადაგი მთელ სიღრმეზე და შემდეგ უნდა მიასხათ ქლორელაც. ქლორელა დიდხანს ცოცხლობს და მრავლდება გრუნტში თუ ის სველია და მისთვის პრობლემა არ არის იქ გამრავლება და დიდხანს ცხოვრება. შედეგად გრუნტში ვიღებთ ბევრად უკეთ განვითარებულ ფესვთა სისტემას და ძირითადად იმის ხარჯზე, რომ ქლორელა გამოყოფს ჟანგბადს, თორე ფესვი ჟანგბადს მოიხმარს და ნახშირორ ჟანგს გამოყოფს. სუნთქავს შეიძლება ითქვას, როგორც ჩვენ სუნთქავთ, თლადის ბიოქიმია არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახშირორ ჟანგს გამოყოფს. ეს ნახშირორ ჟანგი ზევით ფოთლებისათვის საჭიროც კია, მაგრამ ნიადაგში არავითარ როლს არ ასრულებს. ამიტომ ქლორელას არსებობა ნიადაგში ეს არის ძალიან კარგი ეფექტი. ახლა ფესვების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვათ მაგალითად იგივე გოგრაზე რომ კიტრი დავამყნე, ეს რომ თუნდაც 70% მაინც ამართლებდეს და 70% თავისუფლად იზრდებოდეს, ყველა ამით იქნებოდა დაკავებული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასე არ გამოდის. ნახევარი რომ გამოგივიდეთ, ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ასე რომ ძალიან შრომატევადია და წელს კი ვაპირებ შედარებით მეტის გაკეთებას, მაგრამ თქვათ ვისაც არ გაგიკეთებიათ ხელით, ამან შეიძლება არ გაგიმართლოთ. აი ქლორელა გაგიმართლებთ. ესეთი დახურეტილი ჭიქა ესეც გაამართლებს, მაგრამ ჩითილობის ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში ის მაინც საქმეა, რომ კარგად განვითარებული ფესვებით გადარგავთ ჩითილს. ხოლო ქლორელა უკვე ღია გრუნტში, ასე ვთქვათ, გადარგულ მცენარეებსაც მშვენივრად გამოადგება. შეგიძლიათ სეზონზე ორჯერ მორწყათ მის საშუალებით, ის არაფერს არც აშავებს, არც აკეთებს, ის არ არის მიკროორგანიზმი ისეთი, რომ აი მცენარეს ადგებოდეს მეგობარ მიკროორგანიზმს არ წარმოადგენს, თქვათ როგორც ტრიხოდერმა, რომ დაავადების გამომწვევებს ებრძოდეს. ფუნგიციდი არ არის არანაირად, არც პესტიციდი, მაგრამ ჟანგბადს გამოყოფს და გამოყოფს საკმაოდ დიდი რაოდენობით, ისე რომ ემჩნევა მცენარეებს და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რასაც ნიშნავს, მე მგონი, ყველა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულმა ადამიანმა კარგად იცის. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.